დაგეგმილი არის აგვისტოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. საქართველოში შესაძლოა უახლოეს მომავალში ირანის პრეზიდენტი აჰმადი ნეჯადი ჩამოვიდეს. ვიზიტის დეტალები აგვისტოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლის შემდეგ დაზუსტდება. მანამდე კი ორი ქვეყანა სავიზო რეჟიმის გაუქმების ტექნიკურ დეტალებს ზეიმსჯელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 2 დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის დროს გახდა. მიღებულ გადაწყვეტილებას შეფასებები უკვე მოჰყვა ექსპერტებში. სოსო ცინცაძე ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ქმედებით საქართველომ მსოფლიოს საკუთარი საგარეო კურსის დამოუკიდებლობა აჩვენა. ესეთ დიდ ქვეყანასთან, ესეთ ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანასთან, ისეთ ჩვენ ისტორიულ ტრადიციულ თქვათ მეზობელთან რა, როგორიც გახლავთ თურქეთი, როგორიც არის ირანი, რა, ნებისმიერი ურთიერთობის გაუმჯობესებას შეიძლება ქონდეს სტრატეგიული ინტერესები. ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით შესაძლოა ვაშინგტონის და ბრიუსელის გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე მოსალოდნელია პრობლემები შეიქმნას ევროკავშირთანაც მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შედგება. გვინდა უწინარესყოლისა მივახციოთ გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროკავშირთან და მიგრაციული საკითხების დარეგულირებას. ხოლო ვიზო რეჟიმი ირანთან ეს ნიშნავს უფრო გართულებას. რა არის ჩვენი პრიორიტეტი? სინგაპურიზაცია ქვეყნის, ირანიზაცია თუ რეალურად ევროპისკენ სულა, იმიტომ რომ სინგაპურიზაცია და ირანიზაცია საბოლოო ჯამში მოსკოვში მიყვანს. სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებითად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა ამბობს, რომ თუ მსგავსი ნაბიჯი მეგობარი ქვეყნის გაფრთხილების გარეშე მოხდა, შესაძლოა ამან ამერიკის გაღიზიანება გამოიწვიოს. რაღაც ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები. ყოველ შემთხვევაში მაგ ვერსია ყველაზე უფრო დამაჯერებელია იმ ვერსიებს შორის, რომელთაც მისი ვიზიტი აიხსნება. ამერიკის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში დაახლოებით 1 თვის წინ იმყოფებოდა. მიულერი ისრაელიდან ჩამოვიდა და ჯერ ზურაბ ადაიშვილს, შემდეგ კი ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ოფიციალური მხარეები ვიზიტის მიზნად ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ასახელებდნენ. თავდაპირველად გაჩნდა ვარაუდი, რომ FBI-ის დირექტორის ვიზიტი ისრაელში იარაღით ვაჭრობის გახმაურებულ საქმეს უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი მის ვიზიტს ახალი ვერსია დაუკავშირდა. მიულერის ჩამოსვლის მიზეზი შესაძლოა ქართული მხარის მიერ უკრაინიდან ნაყიდი იარაღის ირანისთვის მიყიდვა გახდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკა თავის პოზიციას უახლოეს დღეებში დააფიქსირებს.